მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა მე და გარემო. როგორც წარდგენაში იყო მითითებული გადაცემის წარდგენია წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია ვეისტლესი და დღეს ჩვენ საუბრობთ იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება წარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას. და ჩვენი სტუმარია, ასევე გადაცემის წამყვანი და ამ შემთხვევაში სტუმარიც, ბატონი გიორგი გულიაშვილი, ვეისტლესის აღმასრულებელი დირექტორი. გამარჯობა გიორგი. მოგესალმები ანა, მივესალმები ჩვენს მსმენელს. დღეს 4 შაბათია, მე და გარემო არის ეთერში და ჩვენ საუბრობთ კვლავ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია და რაც მნიშვნელოვანია და გვეხება ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს გარემოს და დღეს გადავწყვიტეთ, რომ არ ყოლოდა სტუმარი და ჩვენ ვისაუბროთ აქტუალურ თემაზე, ისე ნარჩენების მართვაზე და მოვყვეთ რას ვაკეთებთ ჩვენ და რატო ვაკეთებთ და რატო არის იმ ვალდებულებებზე რეალურად რაც უკვე კანონმდებლობით ძალაშია შესული და წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც მოიცავს ძალიან დიდ სფეროს და კონკრეტულად ამ შემთხვევაში შენ უკეთ ჩაშლი რა ტიპის ნარჩენს ეხება და როგორ ხდება, როგორ განვითარდა ძალაში შესვლიდან ეს აქტივობა, რასაც ქვია ამ კონკრეტული ნარჩენების მართვა და მართვა ნიშნავს მათ სწორ შეგროვებას გადამუშავებას, ხო? და ამ ყველაფრისთვის სისტემის შექმნას და სისტემურ მიდგომას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვეისტლესი არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, ეს არის შუამავალი ორგანიზაცია, რომელიც ასე ვთქვათ, მენეჯმენტს უკეთებს ნარჩენების მართვას, რომელიც კავშირშია პირდაპირ იმ ბიზნესთან, რომელიც ან მწარმოებელია ამ კონკრეტული ნარჩენების, ან იმპორტიორია. და პასუხისმგებელია სახელმწიფოს წინაშე, რომელიც უდგენს გეგმას ამ ორგანიზაციებს, მსგავს ორგანიზაციებს, ანუ MGV ორგანიზაციებს, რომლებიც შემდეგ ყველა ღონისძიებას ხმარობენ იმისათვის, იყენებენ იმისათვის, რომ ამ გეგმის მიხედვით შეაგროვონ აღნიშნული ნარჩენები. და ეს, რა თქმა უნდა, ეს გეგმა წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად იზრდება ამ ორგანიზაციების როლიც. აი, უფრო დეტალურად, გიორგი, რომ ვუთხრათ მსმენელს, რა ტიპის ნარჩენს, როგორც ვიცით, ვეისტლესი მუშაობს იმ 4-ვე რეგულაციაზე, ანუ 4-ვე ტიპის ნაკადზე, რომელიც ძალაში შევიდა. ანუ უფრო ჩავუშალოთ მაყურებელს ეს. კი ბატონო, ნამდვილად ესეა ჩემო ანა. ჩვენ ვეისტლესი არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია და როგორც შენ აღნიშნე, ეს არის ახალი რეგულაციიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფომ მიიღო 2020 წელს და ეს არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის კანონმდებლობა, ხო? 4 ძირითადი ნარჩენია, სპეციფიკური ნარჩენი არის, რომელიც მოექცა ახალი კანონმდებლობის ქვეშ, ეს არის გამოყენებული საბურავები, მეორადი ზეთი, აკუმულატორები და ბატარეები და ელექტრომოწყობილობები. ამ ტიპის ნარჩენების მართვა უკვე ახლებურად არეგულირებს ჩვენი კანონმდებლობა. და რას გულისხმობს ეს, რომ იმპორტიორი და მწარმოებელი, რომელსაც შემოაქვს და საქართველოს ბაზარზე ანთავსებს ამ პროდუქციას, ის ხდება ვალდებული, რომ მერე ნარჩენად როცა იქცება ეს პროდუქცია, ამ ნარჩენზეც აიღოს პასუხისმგებლობა. ანუ წინასწარ გადაიხადოს ამისი შეგროვების და გადამუშავების საფასური. კი ბატონო, და როგორ ხდება ეს? რომ ესე იგი, ეს კომპანიები ან ორგანიზდებიან და ერთ
კოლექტიური ორგანიზაციის წევრები ხდებიან, როგორც არის Wasteless მაგალითად ამ შემთხვევაში. Wasteless არის ასოციაცია, არამომგებიანი იურიდიული პირი, როგორც უკვე ვახსენეთ და ეს Wasteless ამ თავისი წევრი კომპანიების სახელით აგროვებს ამ ნარჩენებს და უნდა გადაამუშავოს. ანუ ფაქტიურად ასრულებს კოლექტიურ ვალდებულებას თავისი წევრების. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ რამ ხელა ორგანიზაციაა Wasteless და რამდენი წევრი ყავს, ხო? ჩვენ უკვე 14000 მივგაკუნეთ. ან წევრების რაოდენობა არის 14000-მდე. ანუ 14000 იურიდიული პირი, ანუ ორგანიზაცია, რომელიც არის ამ წარმოებელი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უფრო იმპორტიორები, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვაწარმოებთ ბევრ პროდუქციას საქართველოში, სამწუხაროდ. მაგრამ ყავს ძალიან ბევრი იმპორტიორი, ხო? იმპორტზე შემოდის ეს ყველა საქონელი, რაზე ჩვენ ვთქვით, უმეტეს ეს 4 კატეგორია. ხო, ნუ ისეთ რაღაცებზე საუბრობთ, რაც ძირითადად იმპორტზე შემოდის. და ნუ ეს კომპანიები რეგისტრირდებიან ამ რეესტრში, რომელიც სამინისტრომ შექმნა, გარემოს დაცვის სამინისტრომ, უნდა გაწევრიანდნენ MGB ორგანიზაციებში და მათ შორის Wasteless-ში და ხდებიან წევრები და იხდიან რეციკლირების წინასწარ გადასახადს, რომელიც ანუ რამდენიც შემოიტანეს, მაგალითად შემოიტანა პირობითად ერთ-ერთმა ელექტრონულ მაღაზიამ 10 ტელეფონი, ხო? დიახ. პირობითად. ანუ რამდენი შემოიტანეს იმის შესაბამის გადასახადს იხდიან. ეს არ არის საწევრო გადასახადი. ეს არის შენატანი, ანუ ხო, რეციკლირების წინასწარ არის შენატანი. ეს არის განმარტებული. ეს არის ჩვენ ახლა ამჯერად ამ ეტაპზე გვაქვს 1 ტონა იმპორტირებულ პროდუქციაზე არის დადგენილი ეს რეციკლირების წინასწარი შენატანი. ანუ რამდენად ადეკვატურია ეს შენატანი საქართველოს? იცი რა არის, როგ სიმართლე ვთქვათ, რო ავიღოთ გამოცდილება ზოგადად, რაც არსებობს, ხო? ეს ბევრი წლების გამოცდილება არსებობს დასავლურ ქვეყნებში უკვე ამ სისტემის. ერთი უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური სისტემა ამ ნარჩენების მართვის, იმიტომ რომ სადაც ეს დაინერგა წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, იქ ძალიან მაღალი სტანდარტი არის ნარჩენების მართვის და ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება, გადამუშავების სექტორიც განვითარდა და ასე შემდეგ. ჩვენც ამიტომ რა თქმა უნდა დღეს ეს დაიწყო ევროპაში პრინციპში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ბევრ ქვეყანაში არის დანერგილი. მათ შორის აზიაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ წარმოების გაფართოებული ვალდებულების დანერგვა. ასევე სამხრეთ ამერიკაში და ბევრ სხვა ქვეყანაში და ინდოეთში და პირობითად ავსტრალიაშიც და კანადაშიც და ყველგან. იმიტომ რომ კანადა ერთ-ერთი მოწინავეა. ხო, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად არის ძალიან ეფექტური სისტემა, რომელიც ტვირთს თვითონ იმპორტიორზე და მწარმოებელზე, იმპორტიორი მერე შემოვიდა, იმიტომ რომ თუ მწარმოებელი არ არის, იმპორტიორიც იგივე ფუნქციებით აღიჭურვა აქ, რა, იგივე ვალდებულებები დაეკისრა, მაგრამ მწარმოებელს როცა ეუბნები, რომ შენ აწარმოებ გარკვეულ პროდუქციას, იქ უნდა დიზაინშივე გაითვალისწინო ამ პროდუქციის ზეგავლენა გარემოზე, ხო, ეს ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ მე მწარმოებელი ფიქრობს, რომ მოდი ეხლა რადგან მე ნარჩენებსაც უნდა მივხედო, ისე ვაწარმოებ ამ პროდუქციას, რომ ან ნაკლები ნარჩენი მივიღოთ აქედან, ან იმ ნარჩენს, რასაც მივიღებ, ეს გადამუშავებადი გახდეს. ანუ პასუხისმგებლობას იღებს თავიდანვე, როდესაც ქმნის პროდუქტის დიზაინს, ან ამას ბაზარზე განათავსებს, პასუხისმგებლობა ჩადებულია უკვე წარმოების პროცესში. კი, ანუ აქ მარტო იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შენ რაღაცა აწარმოე და მე ის ნარჩენი გახდა, არა, შენ იმაზეც უნდა იფიქრო, რომ ეს სანამ ნარჩენი გახდება, ხანგრძლივად მოვიხმაროთ ჩვენ, ანუ უფრო მდგრადი გამოყენება მოუძებნოთ ამ ნივთებს რა. ამას გაფიქრებინებს ეს ვალდებულება რა, იმიტომ რომ შენი ამოსავალი წერტილი ხდება ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი აწარმოო რა, იმიტომ რომ ნაკლები ხარჯი გაწიო ამაში და ამაზე უნდა დაფიქრდეს წარმოებელი და თავიდანვე ჩადოს ეს, რომ აი მოდი, ხო, დიზაინი ისე შევცვალოთ, რომ ან ხანგრძლივად გამოყენებადი, აი მაგალითებს მოვუყვანთ რა. მაგალითად ეხლა აი ევროპაში პირობითად აი ეს დამტენები რომ სხვადასხვა ქონდათ, ხო, წარმოებლებს, ტელეფონებზე, იქ ლეპტოპებზე და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ევროპაში მიიღეს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ყველას უნდა ქონდეს ერთ და იგივე ტიპის დამტენი. ანუ ყველა მოწყობილობას ეს იქნება Apple-ის, Samsung-ის თუ ჩინური მწარმოებლის უნდა ქონდეს ერთ და იგივე დამტენი, იმიტომ რომ ერთი და იგივე დამტენი შეიძლება გამოვიყენოთ ყველაფერზე, ხო? და ამცირებს დამტენების რაოდენობას რეალურად, ხო? კი, ნამდვილად. ერთი, ხო? მეორე, ეხლა რეგულაცია, კიდე ბევრი რეგულაციები შემოდის და ერთ-ერთი არის, რომ ამ ტელეფონებს პირობითად ეხლა ჩვენ რასაც ხმარობთ, ხო? და ვიყენებთ. ეს არის ციფრული, თქვათ, ტელეფონები, რომლებსაც ინტეგრირებული აქვს ბატარეა, ხო?
ანუ ჩვენ ახლა რომ მოვინდომოთ ჩვენ თანამედროვე ტელეფონში ბატარეას ჩვენ ვერ გამოვცვლით თუ არ გავხსენით ეს სპეციალურად ან მივიტანეთ სერვის ცენტრში და იქ არ გამოვცვალეთ ჩვენთან გაგვიჭირდება ხო ამის გაკეთება ხო და ეს რეგულაცია ჩემოდის რომ ბატარეა უნდა გამოიცვალოს ანუ როგორც იყო ალბათ გავიხსენოთ ხო თავიდან პირველად იყო არც თუ შორი წარსულია როდესაც შეგვეძლო ბატარეის თავიდან როცა გაჩნდა ეს ხო ტელეფონები რომელიც შოკის მიცემა ბატარეისთვის იმიტომ რომ არ იტენება ხო ბატარეა ავტო ძრებოდა ძალიან მარტივად და შეგვეძლო ახალი გავიგეთებინა ხო პირობითაც და იგივე რეგულაცია ეხა რაც შემოდის ამბობს იგივეს რომ რატო უნდა ბატარეის გამო რატო უნდა დავთმოთ ჩვენ ტელეფონი ხო ან მოგვიწიოს რაღაც სპეციალური ჩარევა. მან ბიზნესი როგორ ან ნახე ამ შემთხვევაში თქვათ მე ვარ Samsung-ის მწარმოებელი, ხო? ერთია რომ მე თავისთავად ვიხდი გადამუშავების საფასურს და ეს უკვე გათვალისწინებულია ჩვენ ფაში, მაგრამ მე თუ შემეძლო ორი ტელეფონი გამეყიდა ერთ წელიწადში ერთ ადამიანზე, თუ კი ბატარეის პრობლემა ექნებოდა პირობითად ვამბობ 20% ჩემო მხმარებელში ან 10%-ში. ამ შემთხვევაში ჩვენ ბატარეის ცვლილება მხოლოდ მე როგორც მწარმოებელს რაში მაწყობს. იცი, კი, კაი კითხვაა ეს, იმიტომ რომ მე მესმის რომ ეს ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, ხო და ჩვენ ყოველ წელიწადში ორ მოდელს მაინც 2-3 მოდელს ვადევნებ თვალს, რომ გამოდის ახალ-ახალი და მე ვიწევ შანაცვლება. ნუ მინიმუმ ერთი მოდელი მაინც, ხო, ახალი, რომელიც წინა წლის მოდელს შანაცვლებს და მე ნუ ხო, ახლა ჩვენც ხო უნდა აუწყოთ ამ თანამედროვეობას ფეხი და რა თქმა უნდა ჩვენ გვიწევს რომ ახალი ტელეფონი ვიყიდოთ და თან მე რა არის ისი რომ ხო, აი ეს ძველი პირობითად 2-3 წლის ტელეფონზე თუ საუბრობთ და ხო რაღაცებზეც იგივე შეიძლება ვთქვათ, ის იმდენად გამოდის ამ ახალი ტექნოლოგიებსა ვეღარ უწყობს ფეხს რო გვიწევს ახლის ყიდვა რა. იძულებულები. ხო, მაგრამ აი ამ რეგულაციების გამო სწორედ ეხა იგივე პირობითად ეხა საუბარია რომ მინიმუმ 5 წელი უნდა მოიხმარო ეს ნივთიში რო ყიდულობ რა. ანუ ნივთმა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები თუნდაც ტექნოლოგიური ხაზით რა. ანუ იგივე ის სოფტი გამოიყენოს, რასაც იყენებს ახალი, ხო? განაახლოს და ასე შემდეგ. ანუ თუმცა მწარმოებლის კუთხით ალბათ ხო რა ეხა ბევრს ახალ საწარმოებს და ბევრს ყიდი ხო ეს კითხვა ისმევა რომ აი რატო აწყობს ეს მწარმოებელს იმიტომ აწყობს რომ პირობითად ჯერ ერთი რომ ამის წარმოება შეცვლის ის სტრატეგიას რა მინდა გითხრა რა ეხა ევროპაში უკვე პირობითად არიან კომპანიები და კი აღარ ყიდიან რაღაცა პირობითად საყოფაცხოვრებელ ნივთებსაც კი ელექტრონულს მაგალითად სარეცხის მანქანას ან მაცივარს ის იჯარით გაძლევს ბევრი წლით, პირობითად 5 წლით და გეუბნება რომ შენ ამაში გადაიხდი ყოველთვიურად პირობითად რაღაცა თანხას და ეს რო დაასრულებს თავის მოღვაწეობას მე ამას წავიღებ და მივხილავ რა. ანუ ერთბაშად კი არ იხდით ფულს პირობითად როცა ეხა ჩვენთან ჯერ ეს არ იქნება ალბათ კარგახანი, მაგრამ იქ უკვე ეს რეალობაა რა. ანუ არ ყიდულობ ნივთს და უბრალოდ იჯარით იღებ? ხო, რაღაცა ყოველთვიურ გადასახადს იხდი, რომელსაც განვადებით თქვათ პირობითად რა, ოღონდ აი უპროცენტო განვადებაა გრძელვადიანი რა. და მე შენ არ ნერვიულობ რა, ხო? გიღირს, ანუ აქ მთავარი საკვანძო მომენტი ის არის, რომ ერთბაშად არ გადაიხადო ფული ადამიანმა, რომელიც ერთად გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდა ბევრად უფრო შეიძლება მძიმედ დაგაწვეს, ვიდრე თქვათ მისი გადანაწილება 5 წელზე, ხო, რომელსაც საერთოდ ვერ გძნობ. ამ დროს კომპანიას აქვს ამის შესაძლებლობა, რომ ჩემნაირი ყავდეს ასობით. და 1000-ით. კი, რა თქმა უნდა. და ანუ მისთვის პირიქით მომგებიანია ეს თემა და ანუ მოგების პრინციპი მუშაობს. ეს უნდა იყოს კომფორტული მომხმარებლისთვის და რა თქმა უნდა მომგებიანი კომპანიისთვის. და ეს გრძელვადიანად ხო თუ სწორად დაგაგებული ეს პროცესი, ხო? მე ის მოდის ის ნივთი ხო, მოდის გიბრუნდება უკან იმ კომპონენტებს ამოიღებ. რთული გასაგებია, ანუ რაში უნდა აწყობდეს კომპანიას, მაგრამ რეალურად თუ სწორი სტრატეგია შეცვლის როგორც დიზაინს ცვლის იმის მიხედვით და მეორეც არის რომ ეს სტანდარტიზაცია რატომღაც ეს რეგულაციები რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ასე ვთქვათ ინერგება და მე ვრცელდება ბიზნესზე ხომ იქ არსებულ ბიზნესებს უწევთ მეტი ფიქრი
ანუ ის კი არა რომ პროტესტის ნიშნად შეიძლება რაღაცა არა, პირიქით, ანუ ეს არის სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც ჩართულია, არ ვიცი, ბევრი მიმართულება, როგორც ნარჩენების მართვა, ასევე კლიმატის ცვლილება, ასევე სხვა გლობალური საკითხები, რომელზეც ეს ქვეყნები მუშაობენ. და რაშიც ფული იხარჯება რეალურად და მე მგონია რომ კომპენსაცია ბიზნესსაც თუნდაც გარდამავალ პერიოდებში, როდესაც რაღაცა რეგულაცია შემოდის და რადიკალურად უნდა შეცვალოს ბიზნესმა, იქ კომპენსაცია ბიზნეს სხვა კუთხით აქვს. კი, რა თქმა უნდა, უყურე, ხო ეს არ არის, რომ განყინებულად ბიზნეს ცალკე არსებობს და პოლიტიკა ცალკე არსებობს და იქ რაღაცა ევროკავშირი ცალკე არსებობს და ეს რა თქმა უნდა, როცა ამაზე მსჯელობა მიდის, იქ ჩართულია ყველა და პრინციპში ბიზნესი დღეს არის დიდი კორპორაციები, ხო? ეხლა დიდი ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი და საერთაშორისო ბიზნესი არის კორპორაციები, რომლებიც მსოფლიოში ყველგან არიან წარმოდგენილი, ხო? და ამაზე ფიქრობენ ისინიც და სწორედ პასუხისგებლობაზე აქვს საუბარი რა. იმიტომ რომ ჩვენ თუ უპასუხისგებლოდ ვიქცევით, ეს პოლიტიკოსი იქნება, ბიზნესმენი თუ მოქალაქე, ვერ მივალთ იქ, სადაც გვინდა რომ მივიდეთ, ხო? და ბევრ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ამიტომ ეს საზოგადოება, როცა იკრიბება ერთად და ფიქრობს ამაზე, ხო? და მიდის მსჯელობა, რომ როგორ ჯობია რა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რეალურად ხო საუბრობთ, რომ რესურსები ამოწურვადია რა. და ეხლა რამდენი უნდა აწარმოოს, რომ არ ამოგეწუროს რესურსი სამომავლოდ. მაგაზეც ფიქრობს ბიზნესი, ეხლა ბიზნეს დაფიქრი აქვს, რომ იცი რა არის, ამ მიმართულებით პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას მომავალში რა. ამიტომ ეს თუ მდგრადი არ გავხადეთ ჩვენი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და მოსახლეობისთვისაც ეს მისაღები არ იქნა და კომფორტული არ იქნა ჩვენთან ურთიერთობა, ხო? და მეორე იმიჯი და სწორედ ეს არის, ხო? და იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დედამიწა ხო ერთი სახლი არის, ხო? ყველა აქ ცხოვრობთ და ეხლა ჩვენ თუ პასუხისგებლად მოვიქცევით, არ არსებობს რომ არ დავაზიანოთ. არის მარტივი რა, ანუ პირობითად ვამბობ, დღეს მიღებული მილიონს ურჩევნიათ გრძელვადიან პერსპექტივაში, ყოველ დღე მიიღონ 100, ხო? ანუ ხო, ეგ როგორ არის, იცი რომ რაც უფრო მდგრადი არის შენი ბიზნესი და რაც უფრო მომავალზე ფიქრობ და რაც უფრო ფიქრობ ამ თემებზე და ან მოქმედებაში ხარ გადასული, ბევრად უფრო მომგებიანია ბიზნესთვის, ეს გაზომილი არის რა. ის ბრენდები, რომლებიც მდგრადი არის და რომლებიც გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ფიქრობენ, ისინი ბევრად უფრო დიდ მოგებას აგენერირებენ. რა, ეს პირდაპირ პროპორციულია. შეიძლება აი მართალი ბრძანე, რომ დღეს შეიძლება ეს დღევანდელი მილიონი ხვალ შეიძლება 100 მილიონად დაგიბრუნდეს. ოღონდ აი სწორად ნაფიქრი, სწორი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რა. ხო, ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისად. ახლა რეკლამაზე გავიდეთ გიორგი და დაგიბრუნდებით სულ მალე ძვირფასო რადიო მსმენელებო დარჩით რადიო უცნობის ტალღაზე.